დღეს არის შაბათი 29 მარტი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 16 მარტი და დღევანდელი წმინდანების შესახებ ნაწილობრივ გვისაუბრია დღეს არის ხსენება წმინდა ამბროსე აღსარებელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და ეს არის საუბარი 311 ასევე დღეს არის ხსენება წმინდა იულიანე ტარსელის და ეს არის საუბარი 72, ამიტომ მე აღარ გავჩერდები ამ წმინდანებზე და შემდეგი ვიზეც უნდა გესაუბროთ, ანუ ფაქტიურად ვიზეც დავიწყებთ საუბარს, ეს არის ორი ღირსი მამის ხსენება დღეს, ეს არის პიმენსალოსი და ეს არის ანტონ მესხი. და აი მათ შესახებ მინდა გესაუბროთ და პირველ რიგში მაინც სულ მინდა ეს და ხშირად მინდა რომ ამის შესახებ ვისაუბრო, უბრალოდ საფუძველი უნდა კონდეს, ესე იგი, ბევრჯერ გვისაუბრეს სხვა შორის. ეხლა რაზე მინდა რა მე მხედველობაში მაქვს ახალმოწამენი, იმიტომ რომ ფაქტიურად მე-20 საუკუნემ გადააფასა ძალიან ბევრი რამ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა საერთოდ აი მთელი მე ვიტყოდი რომ მთელი ეკლესიის ისტორიაზე და საერთოდ კაცობრიობის ისტორიის შესახებ, იმიტომ რომ მე-20 საუკუნემ რაღაცა სრულებით რაღაც ესეთი მასშტაბები მოიტანა, მაგალითად უღმერთო სახელმწიფოსი და ასე შემდეგ და აქედან რაღაცნაირად სხვანაირი შეფასებები გაკეთდა, ოდნავ შეგვეცვალა საერთოდ კაცობრიობას მხედველობაში მაქვს შეფასებები და მე კიდე ერთხელ ვახსენებ დღეს მე-20 საუკუნის ცოტა მოგვიანებით. ეხლა კი მინდა გითხრათ აი ამ ახალმოწამეების შესახებ და აი ესეთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეფასებები ჯერ არ აქვს გაკეთებული, ვერ გავაკეთებთ ახლა შეფასებებს. ესე იგი, მე ახლა ლაპარაკი მაქვს, ესე იგი, რაღაცა დილემაზე. აი მოვიდა ეს მე-20 საუკუნე, მოიტანა ეს რაღაცა საშინელი ღვთისგანდგომილების ხანა, მე ესე ვიტყოდი, ეპოქა, თუმცა მე ესეც ბევრჯერ მithქვამს, რომ ეს რევოლუცია, რომელიც მოხდა აი ამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რუსეთში და რუსეთის გარშემო მდებარე ქვეყნებში რუსეთის საშუალებით, ეს არ იყო რაღაცა ესეც ახალი გამოგონება, ეს უკვე მომხდარი ამბავი იყო საფრანგეთში, ეს იყო საფრანგეთის რევოლუცია, ამას კიდე წინ უძღოდა რაღაცა მოქმედებები, დღეს ინგლისზე გვექნება საუბარი და ინგლისში და საერთოდ აი ევროპაში რაც მოხდა, ეს ყველაფერი თუმცა ესეც არ იყო ახალი სინამდვილეში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის დავით მეფსალმუნემ თქვა ესეთი სიტყვები, თქვა უგუნურმან, გულსაშინა თვისა არა არის ღმერთი. ხო და ეს ღვთისგანდგომილება ახალი ამბავი არ არის მოკლედ კაცობრიობაში, მაგრამ აი ის რაც 20 საუკუნეში რა მასშტაბიც ამან მიიღო, აი ეს კი ნამდვილად ახალი იყო. და რა მინდა ესე იგი გითხრათ ეს შესავალს რატო ვაკეთებ. ესე იგი ორი გზა არსებობდა, ესე იგი ჩვენ ეხლა ყავს საქართველოში აი ამ ქართული ეკლესიის სივრცეში ორი უდიდესი პიროვნება. ერთი მათგანი ეს არის სიმონ ჭედლიძე, რა თქმა უნდა პირველი მაინც იმას დავასახელებ, ეს არის მღვდელი სიმონ ჭედლიძე, რომელიც იყო უდიდესი გაქანების პიროვნება, უდიდესი მეცნიერი ესეც და ეს არის მღვდელმოწამე, რომელმაც აი ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და მე ვისაუბრე მის შვილიშვილს, ქალბატონ დამანა მელიქიშვილს, რომელმაც საოცარი რაღაცა ბრძანა, ესე იგი საინტერესო, რომ სიმონ ჭედლიძემ მარტო თავისი სიცოცხლე კი არ შეწირა ქრისტეს. რის გამოც ის როგორც მღვდელმოწამე დღეს ისე მოიხსენება. არა, მარტო ეს არ იყო. ეს იყო ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი პოტენციალი, შეიძლება სხვათა შორის ამისი
გამის გადახედვა, ესე იგი თუ სიმონ ჭედლიძის პუბლიკაციებს პირველ რიგში და ნაშრომებსაც აიკითხავთ, საოცარი ერუდიციის და საოცარი მომავლის, მე ვიტყოდი როგორც მეცნიერის ყველაფერთან ერთად, ადამიანი იყო და აი ეს პოტენციალი, განხორციელებელი პოტენციალი, აი როგორ იქნებოდა დღეს სიმონ ჭედლიძე ის რომ არ მოეკლათ, ესე რომ ვთქვა, და რომ საშუალება ქონოდა რომ რეალიზაცია მოეხდინა თავისი პიროვნების, აი ვინ იქნებოდა დღეს სიმონ ჭედლიძე, ამას ვერავინ ვერ იტყვის. აი ეს შეწირა მან უფალს ეს თავისი მომავალი. და აი მეორე ამისი სრულებით რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ეს არის ეხლა ვერ ვიტყვი სხვანაირად ბატონი კორნელი კეკელიძე. კორნელი კეკელიძე დეკანოზი იყო ესეც სიმონ ჭედლიძესთან ერთად და შეიძლება ითქვას რომ ეს იყო ერთი თაობის ადამიანები და აი კორნელი კეკელიძემ რაც გააკეთა დღეისათვის აი რაც ჩვენ გვაქვს ესე იგი აი სიმონ ჭედლიძესაც უნდა გაეკეთებინა ოღონდ მან ეს შეწირა კორნელი კეკელიძემ დაიხია უკან და მან ესე იგი ეს უარი თქვა მგლობაზე, სამღვდელო მსახურებაზე და გააგრძელა საერო ცხოვრება. და ესე იგი აი როგორც საერო ადამიანი, ამიტომ ამბობ დღეს ბატონი კორნელი კეკელიძე, როგორც საერო ადამიანი ესე ემსახურებოდა, ოღონდ ემსახურებოდა, ნამდვილად ემსახურებოდა უფალს და ეცით აი მე არ ვიცნობდი არც კორნელი კეკელიძეს, არც მიხეილ კი არა ბატონ ივანე ჯავახიშვილს, არც ბატონ სიმონ ყაუხჩიშვილს, ეს არის პლეიადა მთელი მეცნიერების, აი რომლებმაც შეიძლება იქნეს ჩვენი ითქვას, რომ ჩვენი ცნობიერება მათი შექმნილია დღევანდელი ჩვენი. და არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი იმ ადამიანებს, ვისაც მართან უშუალო შეხება ქონიათ. და მინდა გითხრათ, რომ აი ეს ახლა რასაც დღეს გეუბნებით, ახლა მე თქვენ. პირველი რაც აი მე 1988 წელს ჩავაბარე ახლად გახსნილ სასულიერო აკადემიაში და მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილიამ მეორემ, საუკეთესო პედაგოგები შეკრიბა და მოიყვანა ჩვენთან. რომელთათვის, ესე იგი, რომელთათვის ასევე ძალიან საინტერესო იყო ჩვენთან შეხება, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს კავშირი, ეს რაც უნდა იყოსერსა და ბერს შორის შეიძლება ითქვას, ეკლესიასთან ეს კავშირი დარღვეული იყო. მათ საერთოდ არ ჰქონდათ არავითარი უფლება ეკლესიაში მოსვლის, სასულიერო პირებთან ურთიერთობის, სასულიერო პირების რაოდენობა ძალიან მცირე იყო და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდია და მან მიუხედავად ამისა მოიყვანა და ჩვენ შევხვდით ამ ადამიანებს. და ეს იყო საოცარი ზეიმი, მე აღარ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა, დეტალურად, რომ ჩვენ დღეს სხვა თემაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი, როდესაც ჩვენ ამ ერთმა და ორმა კი არა, თითქმის ყველა, ვინც ჩვენთან შემოდიოდა ურთიერთობაში, იწყებდნენ ჩვენთან ურთიერთობას და საუბარს აი ამ განცხადებით რა, რომ როგორ ჩვენ ძალიან აწუხებდათ თვითონ მათ ეს თემა. და ეს იყო ბატონი კორნელი კეკელიძე და მისი ეს გადაწყვეტილება. მე ხა კორნელი კეკელიძეზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, რა გადახდა თავს. როგორი რეპრესიების ქვეშ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დათანხმდა ამ საერო მოღვაწეობაზე და როგორი მძიმე ცხოვრება ჰქონდა ბატონ კორნელის, მისი ოჯახის წევრებს. და პირველი რაც გითხრეს, რომ არ უნდა განვიკითხოთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. სანამ თვითონ არ ამოყობს ადამიანი თავს ამ სიტუაციაში და სანამ თვითონ არ მოუწევს ამ არჩევნის გაკეთება, რა არის გმირობა, რა თქმა უნდა, სიმონ ჭედლიძე წმინდანად არის შერაცხული ულაპარაკოთ. და ბატონი კორნელი ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ალბათ ვერ შევრაცხოთ წმინდანად. აი ამ თავისი გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
ლამის აი შეიძლება ესეთი რამაც ითქვას, რომ მისი თით გზა არ აქვს რა. ბატონი კორნელის იქით, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ჩვენს ცნობიერებამდე ბატონმა კორნელიმ მოიტანა ფაქტიურად შეიძლება ითქვას არა მარტო ესე იგი საქართველოს ეკლესიის, არამედ საერთოდ საქართველოს ისტორია, ლიტერატურის ისტორია და ეს იყო უდიდესი მეცნიერი. სხვათა შორის, აი მინდა გითხრათ, რომ მე გაუგნებულიც კი ვარ, აი საიდან ქონდა ესეთი ერუდიცია, მაშინ ხო ხა ეს ინტერნეტი არ იყო და ეს ცნობა არ იყო თითქოს ესეთი, ხო? საოცარ, ეს იყო ცოცხალი მოარული ენციკლოპედია და ეს არის ენციკლოპედია სწორედ იმ საკითხების, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ანუ ჩვენ თუ რაიმე გვაინტერესებს საქართველოს ისტორიაში, ქართულ წმინდათა ცხოვრებაში, ალბათ ერთ-ერთი ვისაც უნდა მივმართოთ ეს არის ბატონი კორნელი კეკელიძე და აი ხა ვიწყებ, ну ესე იგი ჩვენ რატო ვლაპარაკობ ხა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ აი მაგალითად დღეს არის ხსენება წმინდა პიმენ სალოსის და ანტონ მესხის. პიმენ სალოსი და ანტონ მესხი. ну რა გითხრათ, ესე იგი ესენი არიან უდიდესი წმინდანები, რომლებიც ჩაკარგული არიან შეიძლება ითქვას საქართველოს ისტორიაში. აი სულ რამდენიმე ცნობა გვაქვს მათ შესახებ. აი სულ რამდენიმე ადგილზე არ ნახსენები ხა ამას ყველაფერს მოგახსენებთ, ვინ არიან ესენი, რატო არიან ნახსენები და მინდა გითხრათ, რომ აი ხა უნდა წაგიკითხოთ ბატონი კორნელის ერთ-ერთი სტატია გამოქვეყნებული, ну სადაც სხვათა შორის ნახსენები ყავს, იმიტომ მოვიყვანე დღეს ბატონი კორნელი კეკელიძე და ხო და აი რა აქვს ნათქვამი, საოცარი რაღაცა რა. რაც მინდა გითხრათ, რომ რასაც ახლა წაგიკითხოთ. ეს არის აი ძალიან მოკლედ ორი სიტყვით არსის განმარტება, აი რითი იყო თვითონ დაკავებული და ჩვენც რითი ვართ და მეც პირადად აი ახლა აი რა თავარი არსი ჩვენი საქმიანობის რა არის. ნახეთ რას ამბობს. როგორც ოქროს მაძიებელს უხდება დიდძალი სილისა და მიწის გაცხრილვა განიავება, რომ ძვირფასი ლითონის ნამცეცები მოიპოვოს, ეს დღეს სხვათა შორის YouTube-ზეც არსებობს ხშირად ასეთი წააწყდებით. აი სხვადასხვა ქვეყანაში როგორ შრომობენ და რას აკეთებენ, ეს როგორ რეცხავენ ამას და სხვათა შორის ჩვენ მუზეუმში გვაქვს ნამცეცი სვანეთიდან, სვანური ოქრო, აი ესე ნაპოვნი. და ესე იგი თავიდან წავიკითხავ, როგორც ოქროს მაძიებელს უხდება დიდძალი სილისა და მიწის გაცხრილვა განიავება, რომ ძვირფასი ლითონის ნამცეცები მოიპოვოს, ისე აღნიშნული დროის ისტორიკოსს ჩვენში უხდება უამრავი საისტორიო და სამუზეუმო საარქივო მასალის გადაჭხრეკა, გადარჩევა, რომ თავისი მიზნისათვის საჭირო და გამოსადეგი მასალის ნამცეცები გამოკრიბოს იქიდან. ამისათვის ყოველი ცნობა ამ დარგში ყურადღების ღირსად უნდა იქნეს მიჩვენებული. აი მინდა გითხრათ, რომ ძალიან გულზე მომხვდა ეს სიტყვა, რომ მეც უბრალოდ ასე მიწევს შრომ, აი ერთი სიტყვა. იცით, ვიზეც ყველაზე ნაკლები ცნობებია, იმადზე უფრო მეტი შრომის ხარჯვა გვიწევს ხოლმე ხანდახან. იმიტომ რომ აი ერთი სიტყვა იქიდან მოიტანო, მეორე აქედან რომ რაღაცა სურათი შეიქმნას და აი სწორედ ეს ჩვენი დღევანდელი წმინდანები ესე არიან, ეს არის აი პიმენ სალოსი და ანტონ მესხი და ხა მე გადავალ უშუალოდ მათ შესახებ. ну პირველი თავარი ინფორმაცია მათ შესახებ წყარო. ეს არის ჟანთა აღწერელი, ჩვენ ბევრჯერ გვიხსენებია, ეს არის მონღოლთა დროინდელი, ანუ 100-სლოვანი მატიანე და ეს არის წმინდა დემეტრე თავდადებულის შესახებ, როდესაც ის საუბრობს. ეს არის 217 საუბარი წმინდა დემეტრეს შესახებ ჩვენ გვისაუბრია და აი აქ არის ერთი ესე იგი ესეთი მომენტი, რომ ესე იგი აქ ლაპარაკია იმაზე, რომ როდესაც მეფე დემეტრემ ეს თავისი მცირედ მიდრკავა, ესე წერია, მაგრამ მცირედ კი არ მიდრკა, რაღაცა ძალიან მძიმე წოდები ჩაედინა და ესე იგი ეს არის ჩამოვიდა მის სამხილებლად, ჩამოვიდა ბასილი მონაზონი, კათალიკოს ექვთიმეს ბიძა,
ეს ბასილი, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობდა და რომ გაიგო რა ხდება საქართველოში, სპეციალურად ჩამოვიდა იმისათვის, რომ მეფე ემხილებინა და დაერწმუნებინა, რომ დაენებებინა ამ წოდებისათვის თავი და მოკლედ მე ხა ამას აღარ გავაგზავნებ, იმიტომ რომ ამაზე გვისაუბრია. და აი ეს ბასილი რომ ჩამოვიდა, აი ამ ნახეთ ესე იგი აი აქ წერი ერთი აბზაცია მარტო, რომელიც ერთი ბატონი კორნელი აკეთებს რაღაც არაჩვეულებრივ ანალიზს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამ ერთ ფრაზაზე შეიძლება აზრი კი არა, აი დაახლოებით საბეჭდილება რომ შევიქმნათ, ვინ არიან ეს პიმენსალოსი და ანტონ მესხი ოღონდ მესხეთიდან წარმოშობით ეს მესხი ამას ნიშნავს. და როდესაც ამ ბასილიზე საუბრობს ჟამთა აღწერელი ამბობს ესეთ სიტყვებს. ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინვიდა პიმენსალოსი, რომელიც გარესის ჯით წამოვიდა, ანუ გარეჯის უდაბნოდან წამოვიდა და დაემკვიდრა ბელაქანს. ეხა ბელაქანზე წაგიკითხავთ კიდე ბელაქანი რა იყო მაშინ. ბელაქანი დღეს არის რაიონული ცენტრი აზერბაიჯანში. ანუ ჰერეთი, ანუ საინგილოს. ქვაფსა რა ისამე, ქვაფსა ნიშნავს გამოქვაბულში და რომელმა ნათესავი ლექთა წარმართობისაგან მოაქცივნა. ესე იგი, აქ რაზეა ცით საუბარი, რომ აი ეს პიმენსალოსი, რომელიც ბასილისთან ერთად იყო და ბასილისთან ერთად ამხილებდა მეფეს, ამავე დროს ბელაქანში იყო დამკვიდრებული გამოქვაბულში ცხოვრობდა და ლეკებს უკადაგებდა ფაქტიურად, მისიონერი იყო ნამდვილი, ლეკები მოაქცია. რომელიც გიან სარწმუნოებასა ქრისტესა და დღეს ლეკები არიან ქრისტიანები. ესე ამბობს ჟამთა აღწერელი, აი როდის მე-13 საუკუნეზე ლაპარაკი. ამასთან ბრწყინვიდა დიდიცა იგი მოღვაწე ანტონი, ნაუხრებელის ძე ნათესავით მესხი, ანუ წარმოშობით მესხეთიდან. ესე იგი, აქ ბელაქანში იყო ესეთი ციხე, დღესაც არსებობს ნანგრევები, მოკარკილისა დღეს ესე ეძახიან, მდებარეობს ბელაქანის წყლის პირას, იქ ყოფილა ეკლესია გალავნით, რომელიც 1860 წელს აჯაყების მოთავეს ჰაჯი მურთას დაუნგრევია. გადმოცემით იქ იყო ლავრა, სადაც პიმენსალოსი და ანტონ ნაუხრებალი მოღვაწეობდნენ. აი ეს არის ისტორიკოსის ცნობა. და კიდევ აი ესე მართლა ოქროს ნამცეცებივით აი სულ ეს არის ხელაც ამათ შესახებ არის კიდევ არის ანტონ კათალიკოსი. ანტონ კათალიკოსი თქვენ იცით რომ მე მithkoms ბევრჯერ რომ ესე იგი თავისებური ენა აქვს ეს ქართული აი უნდა გაიშიფროს პირდაპირ და აქვს თითქმის ყველა წმინდანზე შესხმა გაკეთებული, ანუ თითო სტროფით გამოხატული მისი მთავარი მოღვაწეობა რაც არის. აი ესეთი სიტყვები აქვს. პიმენსალოსი ქრისტესათვის განკრთომილი, პიმენსალოსი ქრისტესათვის განკრთომილი, გონებით ბრძენი, ზეცით მომღების სიბრძნისა, მეფეთა დიდი მომხილებელი ნათან. აი ნახეთ რა აქ ნათქვამი, ნათანი იყო ეს წინასწარმეტყველი, რომელიც მივიდა დავით მეფესთან, დავით წინასწარმეტყველთან და ამხილა. ამხილა, ესე იგი დავით წინასწარმეტყველი და ფაქტიურად ნათანის სიტყვების გამო ჩავარდა იგი სინანულში შემდეგ. ნუ ეხლა აღარ ჩავუყრმავდები იქ რა და როგორ, ნუ ამაზეც ბევრი გვისაუბრია, დავითზე როცა ვსაუბრობ. კაცი, ბრწყინვალე კაცი, ნეტარ დიდი სახელი, ზემო წერილის, ანუ ადრე ჩვენ რო ვახსენეთ, ვასილის თანამზრახველი. ანუ ვასილი, ანუ ბასილი, ეს ბასილი, რომელიც ჩვენ ბასილი მონაზონი, რომელიც ესე მეფესთან ჩამოვიდა და აი ესე იგი მეფეთა მომხილებელი ნათან, ბრწყინვალე კაცი, ნეტარ დიდი სახელი, ზემო წერილის ვასილის თანამზრახველი. და კიდევ გვაქვს ჩვენ რაღაც არაჩვეულებრივი კრებული, საისტორიო მასალანი ესე ქვია. ეს არის, ნუ, წიგნი პირველი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არის გამოცემული ესა და პირველი რაც შედის ამაში, მცირე უწყებայի ქართველთა მწერალთათვის. ესე არის პირველი ნაწილი აი ამ კრებულის და აი აქ არის მოკლე ინფორმაციები ქართულ მწერალთათვის, თუმცა აქ ლაპარაკია ძირითადად ქართულ წმინდანებს. 55
პუნქტი არის იქა მამისა პიმენ სალოსისათვის, ხა რაც უკვე ვთქვით ფაქტიურად იმას წავიკითხავთ, მაგრამ აი ეს არის სულ რაც ჩვენ ისტორიაში მათთვის გაგვაჩნია. მამა პიმენ სალოსი იყო კახი, კეთილშობილთაგანი, ესე წავიდა მონასტერსა დავით გარეჯისასა, მიიღო სიბრძნე ხედვითი და ღვთისმეტყველებითი და იქმნა ქრისტესათვის სალოს. ესე იყო ფრიად მამხილებელ უსამართლოებასა და უწესობასა და მეფეთა და მთავრთასა, არათუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა. ამან იღვაწა რაოდენიმე წელი უდაბნოსა მაშინა და მერე წარვიდა ლეკთა შორის და უქადაგა ქრისტე და მრავალნი მათგანი მოიყვანა ქრისტეს სარწმუნოებად, აგრეთვე ფშავთა და თუშთა უქადაგა და მრავალნი მოაქცია იგინიცა და მერე მივიდა ბელაქანს და მოაქცინა იგინიცა და მერე მთასა მასვე ბელაქანისასა შევიდა ქვაფსაშინა, ანუ გამქვაბულს, განშორებულსა და მარტოებით იღვაწა ფრიად და ესრეთ გარდავლო წელნი თვისნი. 46 მამისა ანტონისათვის. მამა ანტონი ნაოხრებელის ძე მესხეთელი იყო ესე ფრიად სიწმინდის მოყვარე კაცი, დიდი ბრძენი და ღვთისმეტყველებასა შინა გამოცდილი. პიმენისაებრ მეფეთა მამხილებელი, რომელს აქვთ დიდი პატივისცემა იმ მეფეთა და მთავართა და ერჩდნენ მოძღვრებას ამისასა. ამან მრავალნი სწავლანი მიფინა მესხთა და განანათლა ერნი უნებურნი და ქართველთანი და იყო დიდი მოღვაწე და მარხველობითა სრული. ამას სახელს დუეს ქართველთა მზედ, ესე ეწოდა ქართველთა მზე. და ესრეთ კეთილისა ცხოვრებითა სულითვისი შეჰვედრა ხელთა შინა ღვთისათა. აი ეს არის სულ პიმენ სალოსისა და ანტონ მესხის შესახებ, რაც გაგვაჩნია. ცხადია წმინდა ნაწილები არ გაგვაჩნია, მაგრამ ესე ჩვენ შევთანხმდით უკვე მოგახსენეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობასაც ქართულ წმინდანებზე მოგყვებით ხოლმე და მე გადავდივარ დღევანდელი დღის, ანუ 16 მარტის შემდეგ წმინდანზე. ეს არის რომის პაპი ალექსანდრე პირველი. ესე იგი, ეს არის საუბარი მესამე, როდესაც ვახსენეთ ჩვენ ალექსანდრე, ოღონდ ვახსენეთ ეს წმინდა ბალბინასთან მიმართებაში. წმინდა დღესაც ვახსენებთ წმინდა ბალბინას, მაგრამ ეხლა დღეს ვისაუბროთ აი პირდაპირ უშუალოდ რომის პაპის შესახებ. ეს იყო, რა გითხრათ, მეხუთე რომის პაპია, პეტრე მოციქულის შემდეგ მეხუთე რომის პაპია, ანუ ეს არის პირველი საუკუნე, პირველი მეორე საუკუნეები და რა თქმა უნდა ყველა რომის პაპი, იმ პერიოდის ყველა რომის პაპი წმინდანად არის შერაცხილი და არა მარტო წმინდანად, მღვდელმოწამეები არიან, ეს რა პერიოდია, ხო, ჩვენ გქონია ამის შესახებ საუბარი. რომაელი იყო წარმოშობით თვითონ ქალაქ რომიდან, ალექსანდრე არის მამის სახელი ცნობილი და ტიბურტინის კარიბჭესთან იქ იყო მათი სახლი, იქ დაიბადა და კიდევ ცნობილი არის მის შესახებ, რომ პლუტარქეს მოწაფე იყო. ხა აღარ მოვყვები პლუტარქეს შესახებ, ეს უდიდესი მოღვაწე იყო და ფილოსოფოსი და რა ვიცი, განსწავლული ადამიანი და პლუტარქეს მოწაფე იყო, მოკლედ ამითი ყველაფერია ნათქვა. და ესე იგი, რა ძალიან მოკლედ გიყვებით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რამ არის მის შესახებ ცნობილი. ესე იგი, პირველი რაც მის შესახებ ცნობილია, რომ ჩვენ წირვის დროს, წირვას რო აღვასრულებთ, ვამბობთ სიტყვებს, რომელიც საიბდუმლო სერობაზე იყო წარმოთქმული, რომელიც უფალმა ბრძანა მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი. და სვით ამისაგან ყოველთ ესე არის სისხლით ჩემი. ახლის აქტმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხოვილი. აი ეს სიტყვები წირვაში ჩაამატა სწორედ ალექსანდრე პირველმა. შემდეგ კიდევ ესე იგი, მის სახელთან არის დაკავშირებული ნაკურთხი წყლის მსახურებაში შემოტანა. ნაკურთხი წყლის ოღონდ რაღაცა უცნაური ჩანაწერი არის, რომ მარილსთან ერთად სხვა შორის ეს მერე
იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მონასტერი აკურთხეს მარილიანი წყლით და რაღაცა საშინელი ეპიდემია იყო და ესე და ეპიდემიამ უკან დაიხია და არ ვიცი ხა ეს მარილი, მაგრამ ნაკურთხი წყალი ალექსანდრე პირველი სახელთან არის დაკავშირებული. შემდეგ მან მიიღო ასეთი დადგენილება, რომ სასულიერო პირი არ შეიძლება რომ საერო სასამართლოთი გასამართლდეს, რომ ეს არის მეუღებელი ეკლესიისთვის. შემდეგ და კიდევ მის სახელთან არის რაღაცა დეტალებს გეუბნებით, მაგრამ აი რაც ვიცით. და კიდევ მის სახელთან არის დაკავშირებული, რომ სეფისკვერი აუცილებლად აუფუებელი ცომით უნდა იყოს გაკეთებული. ესე იგი, თავიდან ესე იყო ყოველ შემთხვევაში, ეს ახლა მთელი ისტორია ებრაელებთან არის დაკავშირებული და ებრაელები ხო აუფუებელი პურს იყენებდნენ მსახურებაში. ხო და ეს იყო კამათი, ეს უნდა იყოს. დღეს სხვა შორის კათოლიკურ ეკლესიაში დასავლეთ სამყაროში დღემდე ესეა. ჩვენ ხმარობთ საფუარს სეფისკვერისთვის და მოკლედ ეს. შემდეგ არ არის ზუსტად ცნობილი როგორ აღესრულა. ერთი არის ვერსია, რომ თავი მოკვეთეს ევენტიუსი და თეოდულე ამათთან ერთად ტრაიანე თუ ადრიანეს დროს. და არის მეორე ვერსია, რომ ესე იგი ცოცხლად დაწვეს ალექსანდრე ადრიანეს დროს. ადრიანე ტრაიანეს მერე იყო. და კიდევ ცნობილია ესეთი რაღაცა, რომ როდესაც ციხეში იყო ალექსანდრე პირველი, როდესაც რომის პაპი ციხეში ჩასვეს, ესე იგი მისი ზედამხედველი იყო კვირინუსი. კვირინუსი და მას ყავდა სწორედ ეს ქალიშვილი, რომელიც დასაწყისში ვახსენე, ეს არის ბალბინა და ესენი მოაქცია. ეს არის მესამე საუბარი. შემდეგ უფრო დაწვრილებითაც არის გადმოცემა ესეთი, რომ მისი მეგობარი იყო პრეფექტი ჰერმესი. პრეფექტი იყო რომის ჰერმესი, რომელიც ალექსანდრე მოაქცია და მერე როდესაც ესე იგი ალექსანდრე ჩასვეს, ჰერმესიც ჩასვეს ციხეში და ესეც აი ამ კვირინუსის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მის გასამხნევებლად მოვიდა ალექსანდრე ციხეში. მოვიდა რომ გაემხნევებინა და ეს კვირინუსი გაოგნებული უყურებს, იმიტომ რომ ნამდვილად იცის რომ ციხეშია. და ესე იგი, შეუძლებელი იყო იმის იქიდან გამოსვლა. გამოვიდა და მერე რომ მოინახულა ისევ ციხეში იყო ეს. ალექსანდრე ხო თავის თვალით ნახა. აი ამან მოახდინა მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება და თხოვა რომ მისი ქალიშვილი განეკურნა. აღარ მოუყვები რისგან, იმიტომ რომ ეს ბალბინას ცხოვრებაში გვაქვს ნახსენები, ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა და ალექსანდრე მის განკურნა და ამის შემდეგ ესე იგი მოინათლა კვირინიც და ეს ბალბინაც. და ლიბერ პონტიფიკალის პაპების ცხოვრება, პაპების ან პონტიფიკების ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, პაპების იქ არის კიდე ერთი ცნობა მის შესახებ, რომ 10 წელი, 7 თვე და 2 დღე იყო იგი რომის პაპი და მისი გარდაცვალების, მისი მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ 35 დღე იყო ცარიელი კათედრად და შემდეგ სიქსტუს პირველი აირჩიეს რომის პაპი. და ბოლოს გვაქვს რაღაც არაჩვეულებრივი გამოსახულება. ეს არის, აი, გადასარევი ფრესკები არის, ეს არის წმინდა სანტა მარია ანტიკვა, ესე ქვია ამ ტაძარს, სანტა მარია ანტიკვა. რომში მე-7 საუკუნის გამოსახულებაა, წარმოიდგინეთ, კიდე გავადით ამას. აი ეს არის რომის პაპი ალექსანდრე პირველი. გვერდით არის რომის პაპი ლევ პირველი. ეს არის შუაში ალექსანდრე პირველი და ალბათ ხატი, რომელსაც გავაკეთებთ, ამის მიხედვით შეიქმნება და ბოლოს უნდა გაჩვენოთ წმინდა ნაწილი გვაქვს წმინდა ალექსანდრესი, ნამცეცი, რა თქმა უნდა, აი ამ სანაწილეში ვინახავთ ესეთები გავაკეთეთ რომის პაპებისთვის და ალბათ თუ გამიშთება ახლა ეს წმინდა ნაწილი გონი ჩანს. ხო აი. ეს არის წმინდა ალექსანდრეს შესახებ, მე კი შემდეგ წმინდანზე გადავდივარ.
შემდეგი წმინდანის შესახებ ასევე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ეს არის რავენის მეორე ეპისკოპოსი, ქალაქ რავენის მეორე ეპისკოპოსი, ეს არის წმინდა აღაპიტე რავენელი, 332 წელს აღესრულა, ხო, იქ 1105-1115 წლებია ალექსანდრე პირველის მსახურება, 105-115. შემდეგ, აღაპიტე რავენელი, რომის მარტიროლოგი, ეს ბევრჯერ მიხსენებია ეს რა სიტყვა თქვა კრებული თუ წიგნი, იქ არის მოკლე ცნობები, წარმოშობით ბერძენი იყო და ლიბერიუს პირველის მემკვიდრე იყო და ესე იგი 10 შემთხვევა იყო ისტორიაში, რავენაში, როდესაც გამორჩევა მოხდა ზეგარდამო, როდესაც ლიბერიუსი მოწამეობრივად აღესრულა, ეს იყო 206 წელი. ვერ გადაწყვიტეს, ვინ გამოერჩიათ და მტრედი მოფრინდა და დააფრინდა თავზე აღაპიტეს. ასეთი ხო გეუბნით, ერთი შემთხვევა უკვე იყო. ადჰერიტი ესე ერქვა, რავენის ეპისკოპოსს, რომელიც წმინდა აპოლინარეს შემდეგ პირველი ეპისკოპოსის შემდეგ ვინც გამოირჩიეს და იმას დააბმოგდა 10 შემთხვევა იყო ასეთი. ერთ-ერთი იყო და მეტი არაფერი არ ვიცით. მისი წმინდა ნაწილები დღეს რავენის საკათედრო ტაძარში არის და ვიცით ასევე გვიანდელი პორტრეტია მისი, გაჩვენებთ ყველაფერს. და იქ წრეზე აწერია, რომ იყო მოღვაწე, მოსაგრე, ბრძენი წყემსი, რომელიც იყო გადადებული და ესე იგი რომელმაც თავი მიუძღვნა წმინდა სახარებას და გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ასევე აღსარებლებს და მორწმუნე ადამიანებს. ეს არის მისი სან მარკოში, ეს არის 833 წლის მოზაიკა, ესა გრძელი რომელიც არის და სან აპოლინარე ინ კლასე ესე ქვია, ეს კი გვიანდელი მე-19 საუკუნის არის და აქ აწერია გარშემო ეს სიტყვები რაც გითხარით. ეს არის ძირითადად აღაპიტეს შესახებ და ფაქტიურად ამითი 16 მარტის წმინდანების შესახებ ამოიწურა, ოღონდ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ესე იგი ორი წმინდანის შესახებ მოგიყვეთ, ვისი წმინდა ნაწილებიც გაგვაჩნია, ვისი ხსენებაც ამ კვირაში იყო, რომ არ გადაგვრჩეს, იმიტომ რომ შემდეგ ძალიან გადაიწევს. ეს არის უპირველეს ყოვლისა წმინდა ქრისტინე სპარსი. ჩვენ წმინდა ქრისტინეზე გვისაუბრებთ, მაგრამ ეს არის წმინდა ქრისტინე ტარსელი. და ახლა უნდა მოგიყვეთ რაღაცა ძალიან, რაღაცა გუნდოვანებით მოცული, იმიტომ რომ ცხადია ახლა რომ გეტყვით და მოგიყვებით რაზეა ლაპარაკი, საიდან გვექნება ესე იგი ინფორმაცია, არ გვექნება, მაგრამ პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ, აქ არის წმინდა ქრისტინეს, სადაც სანთელი მივიტანე, ეს არის წმინდა ქრისტინეს წმინდა ნაწილი, დიდი ჩარჩო, აქ არის 30 წმინდა ნაწილი. აქ არის ორივე ქრისტინეს წმინდა ნაწილია, ტარსელისას და ამ ქალწულმოწამე ქრისტინესიც. ქრისტინეს სპარსი ესე უწოდებენ. აქ გვაქვს მარტო წმინდა ნაწილი, მეტი არ გაგვაჩნია და ეხლა უნდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო ამბავი, უფრო სწორედ საინტერესო რითია ეს. ჩვენ აქ არ ყოფილვართ, ესე რომ ვთქვა, მთელი მსოფლიო გვაქვს მოვლილი, ვიმოგზაურეთ, მხედველობაში მაქვს ჩვენი საუბრები. კი ყოფილვართ ფაქტიურად, როდესაც იაკობ ნიზიბინელის შესახებ ვისაუბრეთ, ნუსაიბინი ქვია დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა, ეს არის თურქეთის და სირიის საზღვარზე, ნუსაიბინზე ვისაუბრეთ. ეს ქრისტინე ნუსაიბინის გუბერნატორის ქალიშვილი იყო. ოღონდ წარმოშობით ესენი იყვნენ ესე იგი ქარქა ესე ქვია, ქარქა.
არა, ქირქუქი. სხვადასხვა წარმოთქმა, ქართულად არის ქირქუქი. ქალაქს ქვია დღეს ქირქუქი. ეს არის ერაყში. ერაყზეც გვისაუბრია ჩვენ, ოღონდ ეს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე არის ნინევია ქალაქი. ნინევია, სადაც იონა გააგზავნა უფალმა და მე აღარ გავჩერდები ამ თემაზე. დღეს არის ეს დღევანდელი ქალაქი მოსული. ხო და აი ესე იგი მეორეჯერ მოვხვდით ერაყში ფაქტიურად აი ამ ქირქუქში, ქირქუქი და ეხლა მოგიყვებით რას ნიშნავს ეს ქირქუქი და რა არის. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თვითონ ქრისტინეზე ცოტა რამ ვიცით. ესე იგი დავიწყოთ იქიდან, რომ წყარო, ესე იგი საიდანაც ვიცით ეს ყველაფერი წმინდა ქრისტინეს შესახებ, ეს არის ბაბაი დიდი, ესე ქვია, ბაბაი. ბაბაი დიდი, ეს ბაბაი დიდი მე-7 საუკუნის საეკლესიო მოღვაწე იყო აღმოსავლური ეკლესიის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო იაკობიტური თუ რა ვიცი, ნესტორიანული ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც რა ვიცი ხა ეს მას კარგად ახასიათებს თუნდაც რომ გარეგნულად ესე იგი აღიარებდა ქალკედონის კრებას, ქალკედონიტი იყო. ოღონდ სინამდვილეში ნესტორიანელი იყო და მისი თხზულებები ესეთი, ანუ შეუწყნარებელია ჩვენ ეკლესიისთვის, მაგრამ ეს იყო ასევე დიდი ძალიან ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი და აღწერდა ცხოვრებას და ეს მე-4 საუკუნის წმინდანზეა ლაპარაკი, მე-4 საუკუნის წმინდანზეა ლაპარაკი, როდესაც ჯერ კიდევ ესე იგი 300 რაღაცა წელია, ჯერ არ იყო საერთოდ არც მონოფიზიტობა არსებობდა, არც ნესტორიანელობა და ამიტომ ეს არის ეკლესიის მიერ შეწყნარებული ქრისტინე არის ქალწულმოწამე და სხვათა შორის ძველ ქართულ საეკლესიო კალენდარში მე-7 საუკუნემდე მოიხსენებოდა 15 მარტს და მოგვიანებით იოანე ზოსიმეს კალენდარში ასევე არსებობს უკვე 14 მარტს. ესე იგი 3 თარიღია, 13 მარტი, 14 მარტი და 15 მარტი. ამ წმინდა ქრისტინეს ხსენების დღე. და მოკლედ აი იოანე ზოსიმესაც კი მოხსენებული ყავს. და აი ეს რომ მოგახსენეთ ამ ბაბაი დიდ სირიულ ენაზე აქვს, ესე იგი მისი ცხოვრება აღწერილი. ეხლა ეს ცხოვრება რაში მდგომარეობს? ეს ქრისტინე სანამ მოინათლა და ეწოდა ქრისტინეს, თვითონ აირჩია ეს სახელი. სანამ მოინათლებოდა ერქვა იაზდოი ესე იყო მისი სახელი და იაზდინი იყო მისი მამა. მამის სახელი და ეს იაზდინის მამის სახელიც კი არის ცნობილი მიხრზბიროი. ხო და ესენი იყვნენ სასანიდები იყვნენ, სასანიდების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ და მათი ქალაქი, სატახტო ქალაქი იყო, აი სწორედ ეს კი იყო ნუსაიბინის, ანუ ნიზიბიის გუბერნატორი, ეს იაზდინი, მაგრამ წარმოშობით ესენი იყვნენ, ესე ქვია, დღევანდელ სახელებსაც გეუბნებით, რომელიც ნაწილობრივ ძველებური სახელები, ეს არის ბეთგარმაი არის მხარე ჩრდილოეთ ერაყში და ამ ქალაქს ქვია დღეს ქირქუქი. ქირქუქი ესე ქვია, ქართულად ესეა ქირქუქი. და ეს არის, ესე იგი, ქარხა დბეთ სლოხ, ესე ითქმებოდა ადრე, რაც მათ ენაზე ნიშნავს სელევკიდების სახლის ციტადელს. და ცოტა ხნის წინ ერაყის მთავრობამ ქირქუქს ესეთი სტატუსი მიანიჭა, ეს არის ერაყის კულტურის ცენტრი. აი ხა რა უნდა გაჩვენოთ, აი ეს არის, ეხლა რაღაც ერთი ფოტო წამოვიღე, ესეთი. ეს არის ქირქუქის ციტადელი, ვებერთელა ციხეა სხვათა შორის, ვებერთელა. და აი ეს შუაში რაც ჩანს, აი ეს ნახეთ რომ წარმოიდგინოთ რაზეა ლაპარაკი. აი ესეთი, აი ეს არის მთავარი ციხე-შიგნით, ციხესიმაგრე, აი ესეთია უცნაური. აი ეს. და როგორც ჩანს, ეხლა ეს ცოტა სახეშეცვლილია, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, სახეცვლილება აქ მიღებული საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ეს იყო ამ ოჯახის, ესე იგი, წარმოშობის ადგილი და ქრისტინეს, ანუ მაშინდელ იაზდუის
ესენი ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ და გათხოვება რომ დაუპირეს, მან განაცხადა, რომ იგი ქრისტეს სარძლო უნდა იყოს, მოინათლა ქრისტიანულად და ამის გამო მოკლედ აწამეს. აი მეტი არაფერი არ ვიცით. და კიდევ ხო ეს ხარის ტყავის მათრახებით იმდენი ცემეს, რომ ცემით მოკლეს. ეს იყო ხოსრო პირველის 531, არა ეს რაღაც არასწორია. მოკლედ ესე აი არც ვიცი ზუსტად როდის და როგორ. აი ეს არის სულ რაც ვიცი წმინდა ქრისტინის შესახებ, აი ეს წმინდა ნაწილიც გაჩვენეთ, აი აქ არის ამ ადგილზე. და გადავდივარ მე შემდეგ წმინდანზე. შემდეგი წმინდანი ეს არის ძალიან მძიმე ისტორია უნდა მოგიყვეთ, აი და ტრაგიკული ისტორია. ეს არის ინგლისის ისტორია, ინგლისში გადავინაცვლებთ და ეს არის წმინდა მოწამე მეფე ედუარდი. ედუარდი ინგლისის მეფე. ედუარდ მეორე 18 მარტს არის ხსენება, დღეს არის 16 მარტი და ამის ხსენება არის ეუშაბას 18 მარტს და ფაქტიურად მისი წმინდა ნაწილები რადგან გაგვაჩნია, ამიტომ ამასაც აღარ გადავდებ და ბარემ დღეს მოგიყვებით. 978 წელია მისი აღსრულების. ესე იგი, აი ძალიან ძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა ფაქტიურად რა. ეს არის ეროვნული ტრაგედია, იმიტომ რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისი ამის შემდეგ აი რაც ის მოწამეობრივად აღესრულა, ვერ გაიმართა წელში. ვერ გაიმართა. დღეს თუ გონია ვინმეს რომ ინგლისი წელშია გამართული, არა. და ეხლა ეს სწორედ ეს მინდა მოგიყვეთ. ერთი რომ ჩვენ ამ ოჯახზე გვისაუბრია, ესენი გარშემოს, ესე იგი ფაქტობრივად წმინდანების ეპოქა ეწოდება ამ ესე იგი მე-10 საუკუნის დასასრულს. არა მარტო ინგლისის, სხვათა შორის ჩვენ ამას წინათ გერმანიაზეც გონდა საუბარი და რაღაც, ევროპაში. და ინგლისი, რომელიც ფაქტიურად დიდი ბრიტანეთი, რომლის ფაქტიურად რომელთანაც არის მთელი ევროპის მოქცევა, აქედან ირლანდიელი ბერები რო ჩამოდიოდნენ და გადაგებდნენ, ამაზე გვისაუბრია ბევრი. და ესე იგი, ჩვენ ამ ოჯახშიც გვისაუბრია. მისი მამა იყო ედგარ მშვიდობის მოყვარე, ასევე წმინდანი. ამ დიდი ბაბუაც და ახლა მოგიყვებით თანდათან ამ ედუარდის დიდი ბაბუაც წმინდანია. და ედუარდის და არის რასთავარია წმინდანი, წმინდა ედიტა ვილტონელი, რომლის შესახებაც ჩვენ 302 საუბარი ქონდა. აი მე ედიტა ვილტონელის მისი დედის შესახებ, ასე რომ ეს ნახევარდაარი ამისი და მოკლედ ესე და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ესე რომ თქვა ჯანთა აღწერელი ყავს. ჯანთა აღწერელი კი არა, მარტო ისტორიკოსი და წმინდათა ცხოვრების აღწერელი, ესე იგი ეს არის მე ამ პიროვნების შესახებაც მისაუბრია. ეს არის დეკანოზი ანდრეი ფილიპსი, ენდრიუ ფილიპსი, ესე იგი ეს არის მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც არის ინგლისელი და რომელიც არის დიდი ქომაკი თავისი ერის და თავისი ისტორიის და არაჩვეულებრივი თხზულებები აქვს დაწერილი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის ისტორია აქვს და წმინდათა ცხოვრება აღწერილი და ჩვენ ვისარგებლებთ ასევე ამ პიროვნების შეფასებებით. პირველი რაც მინდა გითხრათ, ესე იგი 978 წელს ხომ მოხდა, ესე იგი ამის მკვლელობა და 979 წელს ქრონიკაში ესეთი სიტყვები ჩაიწერეს მამა ანდრიუს ნაპოვნია, ესე რომ ვთქვათ, აი როგორც მოგახსენეთ ეს ოქროს ნამცეცები, როგორც უნდა იპოვოს ოქროს მაძიებელმა, აი უამრავ გარეცხილ ქვიშაში და ქვებში, აი ეს ერთი ნამცეცი, აი ეს ნამცეც გროვდება ეს ინფორმაციები და აი დღეს ახლა ჩვენ ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდებით. მას შემდეგ ეს ახლა ამ ქრონიკაში წერია, მას შემდეგ რაც ინგლისელები დაემკვიდრნენ ბრიტანეთის კუნძულზე, მათ ამ მოქმედებაზე უფრო საშინელი არაფერი გაუკეთებიათ. ესე წერია ამ ქრონიკაში. ადამიანებმა იგი მოკლეს, მაგრამ ღმერთმა იგი განადიდა.
ცხოვრებაში იგი ამქვეყნური მიწიერი მეფე იყო, ხოლო სიკვდილის შემდეგ ზეციური წმინდანი. აი ეს არის ანგლო-საქსონური ქრონიკა 979 წლის. და კიდევ ერთი შეფასება მინდა გავაკეთო, რაზე ვიწყებთ ახლა საუბარს. ეს არის რაღაცა სამწუხარო წითელი ხაზი კაცობრიობის ისტორიაში, ეს არის აბელის და კაინის ისტორია. აი ეს აბელის და კაინის ისტორია, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, აბელი, კაინი, ვინ იყო რა ბედი ეწია მერე და რაღაცა. და როგორ ეს აი ძმათა მკვლელობა რისთვის, აი რისთვის, რატო? მაგრამ ნუ ამას არა აქვს, აი ნუ ჩვენ ხო გამოვიარეთ ეს და ავიცი, გამოვიარეთ კი არ გრძელდება დღესაც რაღაც. ერთხელ პატრიარქმა ესეთი ძალება გამოსცა საეკლესიო, რომ ესე იგი ძმის მკვლელი ძმა, რომ ესე იგი ამხელა პასუხისგებლობა და ესე იგი ხალხმა ესე გაიგო, რომ აბა ძმის მოკლა არ შეიძლება და აბაშხვისი მოკლა შეიძლება, უკაცო აი საოცრება რა რაშუეში. ძმათა ყოლის ცოდვა არის ძალიან მძიმე ცოდვა. აი ძალიან უმძიმესი ცოდვა. კი, ადამიანის მკვლელობას მძიმე ცოდვა, მაგრამ აი ამ ძმებზე გვაქვს ახლა ჩვენ ლაპარაკი. ნუ ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, ედგარით, მეფე ედგარით იწყება არსობრივად მეფე ედგარით, აი რას აკეთებდა ეს მეფე ედგარ, მშვიდობის მოყვარე, ალბათ ქართულად ესე იქნება, ედგარ მშვიდობის მოყვარე, 959-975 წლები არის მისი მეფობის წლები, ეს არის ინგლისის მეფე და ხშირად უწოდებენ ინგლისის იმპერატორს, იმიტომ რომ მთელი ეს სახელმწიფოები გაერთიანა და ამათი მეფე იყო. აი ედგარის გაგვაჩნია გამოსახულება, ეს არის მინიატურა, ეს არის მისი მინიატურა, გონით თანამედროვე მის ცხოვრების, აი პეტრე მოციქული აქედან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი პეტრე საესე და მაცხოვარი ლოცავს. აი ეს ედგარი გაძიდებულს გაჩვენებთ თვითონ ედგარს. აი ესეთი არის ეს მეფე. ნუ არ ვიცი ხა წინასწარ კი არ მინდა დაგაინტრიგოთ, მაგრამ ესეც რაღაცა ესე გაურკვეველ ვითარებაში აღესრულა ეს მეფე. მოწამეთ არ ითვლება, მოკვდა, მაგრამ 30 თუ 11 თუ 12 წლის ასაკში მოკვდა სრულიად ახალგაზრდა მეფე, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა ინგლისის ისტორიაში. 4 შვილი ყავდა ედგარს, აი რატო ვამბობთ რომ იწყება, იმიტომ რომ ფაქტიურად მისმა მოღვაწეობამ და გეტყვით ახლა რა მოღვაწეობამ განაპირობა შემდეგი უკვე თუნდაც ამ ედუარდის ბედი და შემდეგ უკვე ინგლისის ბედი. ხო და 4 შვილი ყავდა 3 ქორწინებიდან, ეს არის პირველი ქორწინება ეტელთლედა, ქართული სახელებია ნელა ვიტყვი ხოლმე, ეტელთლედა არის ედუარდის დედა, 962 წელს დაიბადა ედუარდი. შემდეგ ვულთრითი, წმინდანი, მეორე ცოლი წმინდანი. ცოლი ვისაუბრია ამაზე, ხა აღარ გავჩერდები, ცოლი რამდენად იყო. ვულთრითი, რომელსაც წმინდა ედიტა ყავდა შვილი, ეს ვულთრითის და ედიტას წმინდანებად არიან შერაცხილები, ამ ედიტას წმინდა ნაწილი გვაქვს ჩვენ და მესამე ეს იყო ელთრითა. ელთრითა ეს ქალბატონი, ნუ აი არ ვიცი, ჩვენ ასეთი ქალბატონები რამდენიმე ყავს ისტორიაში ნახსენები, მაგალითად ის რაც არასოდეს არ მავიწყდება მათი სახელები, ესე იგი ფრედეგუნდა მაგალითად რა, ამაზე გვისაუბრია. და ნუ აი ბორუტების სიმბოლური, აი ხა ბოლოში წავიკითხოთ ამას, ამ შეფასებას რა. ელთრითას შვილი ყავდა ედმუნდი და ეთელრედ მეორე, არ ვიცი როგორი თარგმნება, არ ვიცი, ესე იგი unready ესე არის ინგლისურად, თუმცა ძველი ინგლისური სიტყვებია და unready უციგნურს კი არ ნიშნავს მაინდა-მაინც. წაუკითხავი კი არა, აქ ეს სიტყვა ნიშნავს რჩევას. ანუ რჩევებს უარყოფთან. ანუ ურჩი, ანუ თავნება ქართულად ესეა.
968 წელს დაიბადა ეს ბავშვი, რომელიც მერე ეს ეთელრედი გახდა მეფე ამ ედუარდის შემდეგ. ნუ ეს მინდა გაჩვენოთ ეს ედგარი და მისი შვილები. ნახე ეს პრინციპში არსებითი აღარც არ იყო და ერთმანეთს გავს და აი ეს არის ედუარდი აქეთ. აი ეს არის ედუარდი და აი ეს არის ედიტა მის გვერდზე და შემდეგ აი ეს ორი ბავშვი სხვა შორის იმ ედგარს არაფერს ვერ ჭით. ედგარს არაფერს ვერ ჭით, იმიტომ რომ ადრე გარდაიცვალა საწყალი ბავშვი. გადარჩა რა, მოკლედ გადარჩა ამ უბედურებებს და დარჩა ეს ელთრედი, ხო? როგორ თქვით? ეთელრედი, რომელიც მერე გახდა. ეხლა ორიოდე სიტყვით თვითონ ედგარ მშვიდობის მოყვარეზე, ესე იგი, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო მეფე თუ ბოლო იმპერატორი ინგლისის, რომელსაც ესე ქონდა პრიორიტეტები ცხოვრებაში, რომ პირველ ადგილზე ინგლისის სახელმწიფოში უნდა ყოფილიყო ბერმონაზონური ცხოვრების განვითარება და ყველაზე მთავარი ხელშეწყობა უნდა ქონოდათ სასულიერო პირებს. სასულიერო პირებს და ესე იგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თვითონაც რომ გაეძლიერებინა ეს მონასტრული ცხოვრება. და გარდა ამისა, ამ ხარბ ბარონებს, თუ რა ვიცი რა სიტყვავთ, თავადებს, მოკლედ მთელ ქვეყანას აიძულებდა, აი ძალით მაცხოვნე რასაც ქვია რა. აი ამ ძალადობამ შეიძლება მერე განაპირობა რაღაცა. არ გამოვიდა რა მოკლედ ეს. ვერ აიძულებ ადამიანს ძალით რო ცხონდეს, არ შეიძლება დაანებო თავი და ნუ რა თქმა უნდა, ხე შენ პასუხისგებლობაზეა მეფე როცა ხარ, მაგრამ ნუ აი ნახავთ ახლა რა გამოვიდა ამ საქმე. მოკლედ აიძულებდა რომ მიწები შეეწირათ ეკლესიისთვის და ფაქტიურად ეკლესია მონასტრები პირველ რიგში ყველაზე დიდი მიწათმფლობელები გახდნენ იმ პერიოდისათვის. ნუ ამას ყველაფერს ხელს უწყობდა უდიდესი საეკლესიო მოღვაწე იმ პერიოდის წმინდა დუმსტანი. წმინდა დუმსტანი, რომელიც ასევე წმინდანად არის შერაცხილი, რომელიც არა მარტო ედგართან, არამედ მანამდეც, ესე იგი, ეს ასაკოვანი იყო უკვე და ედგართან თანამშრომლობდა შემდეგ ედუარდიც, ესე იგი, ედუარდთანაც აგრძელებდა ამ ურთიერთობას დუმსტანი და ედუარდი რომ უკლეს ეს ცოცხალი იყო, მაშინ კიდე იცოცხლა ცოტა ხანი. მოკლედ ეს დუმსტანი იყო ფაქტიურად თავარი ამ საეკლესიო რეფორმის თავარი შემოქმედი. დუმსტანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი ინგლისს განსაკუთრებულად უყვარდა, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, უბრალო ხალხი ყავს ხედელობაში. ხალხი იყო ბედნიერი რა. ხალხი იყო ბედნიერი, მაგრამ ეს ხარბი ბარონები იყვნენ, ნუ ბედურები, ესე იგი, ამ ყველაფრით. ნუ ესე იგი, არ ვიცი ეს ახლა მისი დანაშაულია, რომ თავს არ გაუფრთხილდა, რატო გარდაიცვალა, რა ვითარებაში არ არის ცნობილი. არ უნდა მომკვდარიყო მოკლედ ეს ედგარი. არ უნდა მომკვდარიყო, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა და რაღაცნაირად ეს ადამიანების ცნობიერებაში დამკვიდრებულიყო ესეთი ვითარება, რომ ეკლესია არის მთავარი პირველ ადგილზე და იმის გამო, რომ იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ამან გამოიწვია ეს რაღაცა ამ სიხარბის ახალი ტალღის წამოსვლა, რომ იქნებ დავიბრუნოთ ეს ყველაფერი უკან. და ესე იგი ჯერ კიდევ მისი ცოცხლეში, ესე იგი ორი პარტია შეიქმნა. ერთი რომელიც ედუარდს უჭერს მხარს, ედუარდი პატარა, მაგრამ უფროსი ვაჟია, მაინც უკვე სადღაც 10-15 წლის იყო რომ გარდაიცვალა მამა და ედუარდს და მის გამეფებას, რომელიც ინგლისში კანონიერი მეფე უნდა ყოფილიყო ყველა ნიშნის მიხედვით და მეორე აი უჭერს ამ კიდევ ერთხელ ეს სახელი ეთელრედს. ეხლა ეთელრედს რა თქმა უნდა პირველ რიგში ელთრითი უჭერს მხარს, დედა. ეს დედა, ეხლა ამ დედაზე უნდა ვთქვათ, ესე იგი, ეს იყო საოცრად, ნუ ესე რომ ვთქვათ, აქტიური და ენერგიული ადამიანი.
და რა თქმა უნდა მას არ არის ბუნებრივი სინამდვილეში, მაგრამ ესეთი ადამიანი იყო, მას უნდოდა რომ მისი შვილებს ემოფათ პირველ რიგში, ეს იყო პირველ რიგში ეს ედმუნდი, რომელზეც იგი ამყარებდა დიდ იმედებს და ნახეთ რას ეკეთებდა იმ პერიოდში ჩვენ ცოტა ხნის წინ კუნიგუნდაზე ქონდა საუბარი, პირველი იმპერატრიცა გახდა, ესე იგი ნამდვილი იმპერატორი დასავლეთ რომის იმპერიის, ესეც ის პერიოდია დაახლოებით და იმ პერიოდში ქალი დედოფალიც კი არ ეწოდებოდა, მეფის მეუღლე ეწოდებოდა და არავითარი კორონაცია მისი არ ხდებოდა და არც სახელმწიფო საქმეებში ერეოდნენ. ასე იყო პირველი ორი მეუღლე, მეორე განსაკუთრებით მონასტერში იყო, მაგრამ პირველი აი ამ ედუარდის დედა ჩვეულებრივად როგორც მეუღლე ესე მოიხსენებოდა. ამან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჯერთი სამეფო საქმეებში მონაწილეობა მიიღო და ჯერ კიდევ ედგარის სიცოცხლეში და ასევე მოხდა მისი კორონაცია როგორც დედოფლის. და ამის შემდეგ მან კიდევ გააგრძელა ეს თავის საქმიანობა და ამ ედუარდს ჩაგრავდა ძალიან სიცოცხლეშივე. მეფის ედგარის სიცოცხლეშივე რაღაცა ქარტიებიც კი არსებობს, სადაც მაგალითად ოჯახის სხვა წევრებს ოქროს ჯვრები აქვს დასმული და ედუარდს არა. ამ ედუარდის უკან თავიდანვე უნდოდა გადაწევა. მთავარი მისი სასოება ედმუნდზე იყო, მაგრამ მერე ედმუნდი მოკვდა ეს ბავშვი და გაასწრო ესე ვთქვა ჯვარცერი. გაასწრო ამ ბედურებას რაც მერე მოხდა. და დარჩა ეს არც მინდა ეთელრედი მის სახელის დამახსოვრება, იმიტომ რომ უჩი და თავნება კაცი. და რა კაცი ბავშვი იყო ეგეც. მერე კი გააგრძელა მეფობა. მერე შეარქვეს ეს სახელი. ხო და იმას ვამბობდი, რომ ესე იგი ეს ედმუნდი მოკვდა და ეხა ეს და ესე იგი, ამას მოყვებოდა, რომ გარდაიცვალა ეს ედგარი, რომ გარდაიცვალა. აქ უკვე გაიყო ესე იგი, ძალიან სერიოზულად, ვინ უნდოდა მეფე. თუმცა აქ პიროვნებაზე არ იყო ლაპარაკი, ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ედუარდის წინასწარ გაუწრებ მოვლენებს და მისი მკვლელობა პოლიტიკური მოვლენა არ ყოფილა, აი პოლიტიკური ხასიათის. ესეც არ იყო პოლიტიკური არჩევანი. ესე იგი, აქ ლაპარაკი იყო, აი ამ რაღაცა სახელებს კი ერქვათ ამ თანამდებობა, თუ უხუცესები მოკლედ ესე რა. უხუცესები ვინც ფაქტიურად განაგებდა რა ინგლისის რაღაც ყოფიერ ცხოვრება. ხო და აუცილებლად მოხდებოდა, ესენი უხუცესები ამ ეთელრედს უწყობდნენ ხელს. ეთელრედს და აი ეს დუნსტანი და სხვა დიდი სასულიერო მოღვაწეები იმ პერიოდის წმინდანები ფაქტიურად. ესენი კი ედუარდს, იმიტომ რომ ჯერთი კანონიერი იყო, მაგრამ მთავარი ეგეც არ იყო. მთავარი ის იყო, რომ ედუარდი იყო მამის ერთგული ედგარის და მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, მამის პოლიტიკის გამტარებელი იყო და თუ ედუარდი იქნებოდა მეფე, ასევე დარჩებოდა ეს როგორც პრიორიტეტი, რომ პირველ ადგილზე საეკლესიო ცხოვრება იქნებოდა და მერე ყველაფერი დანარჩენ. ამიტომ მათ დაუჭირეს ძალიან ედუარდს მხარი. და ესეთი ომი აიცილეს თავიდან ამ არჩევაზე, გამორჩევაზე მეფის, აუცილებლად ომი მოყვებოდა ამას და ეს ომი აიცილეს თავიდან რით იცით, რომ ამ ედუარდს როგორც პირმშოს, უბრალოდ როგორც უფროს ვაჟს ეკუთვნოდა რაღაცა დიდი მიწები საეკლესიო, კი არა, ინგლისის სამეფო წესების თუ კანონების მიხედვით. და ედუარდმა ამ მიწებზე თქვა უარი ეთელრედის სასარგებლოდ და იმ ბარონების სასარგებლოდ ესეთი რამე უთხრეს, რომ იყოს ეს კანონიერი მეფე, აი მაშინ ჩვენთან თანახმოვარდნოთ, ჩვენ მოგცემთ ამ მიწებს. ჩვენ მოგცემთ ამ მიწებს და ამითი დაითანხმეს, ესე რომ ვთქვა და საერთო თანხმობის საფუძველზე დუნსტანმა ედუარდი აკურთხა მეფედ. ოღონდ ამაში ძალიან ხელს უშლიდნენ. რომ სრულყოფილი კურთხევა რო არ ყოფილიყო ეს, ესე იგი მირონცხებული კანონიერი მეფე არ უნდოდათ მაინც. არ უნდოდათ, იმიტომ რომ ეს უკვე ჩაფიქრებული იყო, რომ ეს ედუარდი თავიდან უნდა მოეშორებინათ.
და ასე იგი მიუხედავად ამისა, დუნსტანმა იგი აკურთხა მეფედ, ეს მიწებიც გადასცეს და 3 წელი იყო სულ მეფე ედუარდი. 3 წელი. ნუ აი როგორც მოგახსენეთ, გონ 15 წელს იყო მეფე რო გახდა და ესე და რა ქნეს იცით კიდე? აი ეს ქრონიკა ხო წაგიკითხეთ, ამ ქრონიკაში არის ესეთი შეფასებები, რომ ის იყო ძალიან უხეში ადამიანი. ბავშვი არა ლაპარაკობენ და დიდებულებს უყვიროდა, აი ზურა ეშინოდა, შიში ზარცემდა. ესეთი საოცი, მგონი სისულელები რა, ინგლისის ისტორიაში წერია მოყოთ ეგეთი რაღაცა. ხო და ვითომ ეხა ეს იყო მიზეზი რა. რომ ეშინოდა თამაში. ნუ მოკლედ ესე იგი აი ხა ეს უნდა გაჩვენოთ. ეთელრეთი. აი ესეთი იყო ეს ურჩი ბიჭი. აი ესეთი. ესე გამოიყურებოდა ესეც მაშინდელი ხანმოწერია. აი ხა გადავდივარ მე მამა ენდრიუს მონათხრობი. მამა ენდრიუს მონათხრობი ენდრიუ ფილიპსის. რაღაცა ესე აქვს აღწერილი. ძალიან ემოციურად და ეს უნდა მოგებათ. როგორ მოხდა? საღამო ადრეული გაზაფხული, ნუ 18 მარტია რა და ხა გრილა ხო იქ. და ედუარდი დაახლოებით 19-20 წლის არის. 18-19-20. ხო ეს ზუსტად არ არის ცნობილი. და სანადიროთ იყო და ჩრდილოეთ არა უკაცრავად სამხრეთ დასავლეთის მხარეა ეს ინგლისის და იქ არის მისი დედინაცვლის სამფლობელო თუ რაღაც სასახლე, სადაც არის მისი ძმა ეს ელთრედი. და უნდა ძმის მონახულება რა, ნადირობის მერე მოდის და რამდენიმე მხლებელი ყავს, ამ ცხენით მოსეირნობს და უნდა რომ ძმა შეხვდეს და ნუ ძმებს შორის ვითომ სიყვარულიც იყო რაღაცნაირი. ოღონდ შემთხვევაში ეს ედუარდი ბუნებით ძალიან მშვიდი იყო, უფროსი ძმა იყო და უყვარდა ეს თავის ძმებიც და რა ვიცი. მოკლედ მოდის მის სანახავად. და კორფი ესე ქვია ციხესიმაგრეს, გაჩვენებთ ბარემ და მე გავაგრძელოთ. აი ეს კორფის ციხესიმაგრე, აი ამ ქალის სამფლობელო. ეხლა დღეს გამოიყურება ეს, აი ეს უკარო მაღალი ნაგებობა, ის სადღაც მე-12 საუკუნის არის. აი კიდე გაჩვენებთ ამას. აი ესე გამოიყურება. რო წარმოიდგინოთ. მოკლედ მოსეირნობს და შევიდა ამ სამფლობელოში და ესე იგი ეს ატარებს რა თავისი მამას წმინდანი იყო გონებს წმინდანების ოჯახში ალფრედ დიდი მისი დიდი ბაბუა წმინდანი აი ეს პიროვნება მოდის რა პატარა ახალგაზრდა მაგრამ აი ეს მეფე ნამდვილი მეფე ინგლისის და ნახეთ რას უშვება ეს ელფრედა თუ ელთრითი და ესე იგი გამოუგზავნის თუ თვითონ გამოდის აი ეს დეტალები ხა არ არის პლაცნობი. რამდენიმე ადამიანს რა რომ შეხვდნენ ხა მეფე მოდის მეფე და ცხენიდან უნდა გადმოიყვანა და რომ მოვიდა ესე იგი ერთ-ერთი მივიდა მის მარცხენა მხარეს თუ მარჯვენა მხარეს მოკლედ ერთ-ერთი ხელი გამოართვა რომ ვითომ და ემთხიოს ამ ხელზე და ჩამოიყვანოს ცხენიდან და დაკაჩა რაღაც უდა რა შვებითო ხელი მეტკინაო ეს ყვირის ამასობაში ვიღაცა მეორე ხელი ამას გაჩვენებთ ახლა მინიატურები არსებობს მეორე ხელზე დაკაჩა და უკან გადმოწიეს თუ რაღაცა ცხენზე ხოზის და აი ესე იგი გადმოაგდეს ფაქტობრივად გადმოგდება დაუპირეს ცხენიდან და ამ დროს აი ამ მეორე ამას რომ მივიდა თავიდან თასი გაუწოდა ესეთი წესია რომ მიხვალ მეფეს თასი უნდა გაუწოდა რომ შესვას არ ვიცი ვინო იყო შიგნით თუ რა იყო და ეს ახლა ჩოლებრივი და უცებ ესე გადმოთრევა დაუპირეს და ფილტვში დაარტყა დანა იმან ხანჯალი გაუყარა და ესე იგი ეს ნუ ხე წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა და ცხენი დაფრთხა ძალიან ცხენი გავარდა
აი ესეთი დეტალებია, შემდეგ კი შეისწავლეს მისი სხეული და ყველაფერი ვიცით ეს. გადამოაგდო ცხენმა, ოღონდ ეს ცალი ფეხით უზანგში გაეხლართა ედუარდი და ცხენმა ათხრია ეს და მინჯი დაემსხვრა ამით. და შეშინებულმა ცხენმა დიდხანს ათხრია, აი ამ დიდი ციხეა როგორც გაჩვენეთ და ციხის ბოლოსთან რაღაცა პატარა წყარო იყო, თორემ იმაში ჩავარდა და გადმოვარდა ცხენა საბოლოოდ. უკვე უსულო იყო. რომ მივიდნენ ნახეს სისხლში მოთხრილი რა თქმა უნდა და მოკლედ აი ასეთნაირად მოკლეს ეს მეფე. ესე იგი რა თქმა უნდა ეხლა ეს დუნსტანმა მაშინვე გაიგო და მისი სხეული გადაასვენა მონასტერში და სხვათა შორის აი გარდაცვალებიდან ძალიან მალე დღესაც ის წყარო არსებობს და დღესაც სასწაულად ქმედებს სხვათა შორის და ხო გეუბნებით მე ბევრი სასწაული აღესრულა აი რატო წაგიკითხეთ ეს უფალმა განადიდა ედუარდი კი განადიდა უფალმა და ბევრი სასწაული აღესრულა მის სხეულთან და მან ვერ მოასწრო სიცოცხლეში ერთადერთი ის მოასწრო რომ მამის მიერ დადგენილია ეს გზა ამ გზაზე გააგრძელა თვითონ მოღვაწეობა მაგრამ ამ 3 წელიწადში მან ვერ მოასწრო რაღაც ისეთის გაკეთება რის გამოც მისი როგორც პიროვნების შეფასება შესაძლებელი იქნებოდა მით უმეტეს წმინდანად შერაცხვა და ამიტომ უფალმა განადიდა და მის საფლავზე თუ მის აი ამ მასთან დაკავშირებულ ამ ადგილებზე დიდი სასწაულები ხდებოდა და ძალიან მალე სულ რამდენიმე წელიწადში შეირაცხა წმინდანად. შეირაცხა წმინდანად და მთელი ინგლისის საყვარელი წმინდანი იყო მაშინაც და ეხაც ესეა. თუმცა ეხა ესე თვათ ვეღარ არის, იმიტომ რომ ეხა მოგიყვებით ინგლისს რა დაემართა, ესე იგი მე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და კიდე ერთი ადგილი უნდა წაგიკითხოთ ამ ანგლო-საქსონური ქრონიკიდან. რომ ხორციელმა ნათესავებმა ვერ იძიეს შური მისი სიკვდილისათვის, მაგრამ სამაგიეროდ ზეციერმა მამამ თლიანად იძიეს შური ამ ხალხზე. მიწიერი მკვლელები ცდილობდნენ რომ მისი ხსოვნა ამ ქვეყნიდან წარეხოცათ, მაგრამ ზეციერმა მამამ ესე იგი ზეცაში განადიდა. და ისინი ვინც არ მისი როგორც მეფის წინაშე მუხსარი ყრიდნენ მირიძულებული გახდნენ მის წმინდა ნაწილებთან ხოხვით მისულიყვნენ და თაყვანისცემით მის წმინდა ნაწილებთან. პირველი რაც მოხდა ესე იგი და რასაც ხალხი ამბობდა უბრალოდ რომ ეს არის ედუარდის მკვლელობის შედეგი ძალიან გაძლიერდა ვიკინგების ძალიან რთული პერიოდი იყო. მე ძალიან ბევრი თავდასხმები ჰქონდა და ცუდად წავიდა ინგლისის საქმე ზოგადად. აი ხო უნდა გაჩვენოთ მაშინდელი მინიატურა იმ პერიოდის დაახლოებით. აი ეს არის ვიკინგების შემოსევა. ეხლა ვერ გეტყვით აქ ვიკინგი რომელია და ინგლისელი რომელი, მაგრამ ძალიან ესეთი მაღალი ესთეტიკაა, მე მგონი ძალიან ლამაზი მინიატურა. მოკლედ ვიკინგებმა დაარბიეს ინგლისი ამის შემდეგ. 3 წლის მერე სწორედ ამ დუნსტანმა შაფტსბერი დორსეტის საგრაფოში აი მონასტერში გადაასვენა და აი აქ კი უკვე დაიწყო ძალიან დიდი სასწაულები და 1008 წელს მალე უკვე ფაქტიურად წმინდანად შეირაცხა. შემდეგ ამ შაფტსბერის მონასტერს მიენიჭა ედუარდის სახელი და ფაქტობრივად ინგლისის ფარგლებს გარეთ უკვე შეიძლება ითქვას სოფლიოში ცნობილი წმინდანი გახდა. და ბოლო პერიოდამდე ესე იგი იყო ეს ბოლო პერიოდამდე იყო ამ შაფტსბერიში სანამ
აი ხა ამ თემაზე გადავდივარ უკვე. ჰენრიხ მერვემ არ დაარბია ეს მონასტერი. ეს ჰენრიხ მერვე იყო საჯელი ინგლისის რა, საშინელი პიროვნება. დუნსტანი სხვათა შორის ამხილებდა ეტელრედს მის ძმას უზნეობაში, ვერ ეხა პირდაპირ ეტელრედს ვერ ედებოდა ბრალი. მის კვლელობაში მეტრო პატარა იყო, როგორც მოგახსენეთ. მაგრამ რომ იგი არ უნდა ასულიყო ტახტზე ამ თავისი ძმის შემდეგ. ამ სისხლით მოთხრულ ტახტზე ის უკვე იმხელა იყო, რომ ამისი გაკეთება შეეძლო და ეს რო არ გააკეთა ამაში დუნსტანი ძალიან ამხილებდა მას. ნუ კიდევ დუნსტანმა იწინასწარმეტყველა სწორედ ინგლისის დარბევა და დაცემა. ამის შემდეგ და მართლაც ასეც მოხდა. და ფაქტიურად აი ამ ედუარდის შემდეგ ინგლისური ცივილიზაცია, აი ძველი, ნამდვილი დიდარი ცივილიზაცია მთლიანად განადგურდა. და ეხლა აი მამა ანდრიუს შეფასებებს გიკითხავთ. და ეს ის პერიოდია უკვე თანდათანობით, როდესაც რაღაც ახალი იდეოლოგია ინერგება მთელს ევროპაში, რაციონალიზმი, რასაც მერე რეფორმაცია მოყვა, რასაც მერე მოყვა ის სრული კატასტროფა, განადგურება, ესე იგი ეკლესიური ცხოვრების, რასაც მერე მოყვა ფრანგული რევოლუცია და მოკლედ აი ეს პირველი 1000 წელი ქრისტიანობის ინგლისი იყო სამაგალითო. და აი მეორე 1000 წელიდან დაიწყო მისი სწორედ ეს დაცემა. და შემდეგი ესე იგი ამბები უკვე თანდათანობით შემოიჭრა ეს ახალი ცივილიზაცია და ეს რაციონალიზმი, რეფორმაცია და ინგლისი იყო ერთ-ერთი პირველი გამტარებელი ამ ყველაფრის და ეს იყო აბსოლუტურად პათოლოგიური პიროვნება. არ ვიცი თუ მე შემეკამათება ამაზე არ მგონია. ჰენრიხ მერვე, რომელიც იყო ტირანი, მკვლელი და მან მოახერხა რომ ჰენრიხ მერვე რომ 300 წლის განმავლობაში, 300 წლის შემდგომი 300 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში არც ერთი მონასტერი არ მოქმედებდა. საერთოდ და აი სწორედ აქ არის ესეთი შეფასება, ეს მამა ანდრე ამბობს, რომ კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს ეს. აი ნუ კომუნისტური ამ რეჟიმის დროს, ნუ აქ-იქ მონასტრები არსებობდა, კიდე ვერ ქნეს პირდებოდნენ ეს კომუნისტები, რომ ბოლომდელს გაჩვენებთ, ბოლოს ეს ხრუშოვი იყო, რომ ტელევიზორში გაჩვენებთ ბოლომდელსო და ვერ ამოძირკვეს. აი ამან მოახერხა ამ ჰენრიხ მერვემ და ესე იგი ჰენრიხ მერვის შედეგი იყო ის, რომ ელისაბედ პირველი იყო დედოფალი, ასე ღვთისმბრძოლი და შემდეგი იყო ოლივერ კრომველი, რომელმაც საერთოდ მიწასთან გაასწორა მე ყველაფერი. არა მარტო ეკლესია მონასტრები, არამედ სიწმინდეები გაანადგურა. საერთოდ რო არ ყოფილიყო ხსენება ქრისტესი რა. ნუ მაგალითად ოლივერ კრომველთან არის დაკავშირებული ცნობილი გადარჩა მე თავისით რაღაცნაირად. ხე ჩვენ ამაზე გვისაუბრია. ესე იგი იოსებ არიმათიელი პირველად ბრიტანეთში რომ მივიდა, თავისი კვერთხი ჩაარჭო მიწაში და ეს კვერთხი აყვავდა და ეს ხე იყო თაყვანისმცემლის. ეს ხე მოთხარა, ესე იგი ამან. თუმცა ამან მე ამოიყარა ამ ხემ, ამაზე გონია ჩვენ საუბარი. მაგრამ აი ესეთები იყვნენ რა. და ბოლოს მინდა რომ დაამთავრო ეს ედუარდის შესახებ ეს სევდიანი საუბარი, იმიტომ რომ დღევანდელ მისი წმინდა ნაწილები მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა
82 წელს დაკარგული იყო ამ ყველაფრის მერე, მაგრამ 1982 წელს გათხარეს და იპოვეს კერძო, ესე იგი პირადი რაღაცა გათხრები იყო არასახელმწიფო და დაადასტურა ექსპერტიზამ სხვათა შორის და იპოვეს და შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ ანგლიკანურ ეკლესიაში გადაეცა თუ მართლმადიდებლურ და მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცეს. ნუ ამაზეც აღარ მინდა საუბარი, იმიტომ რომ იქაც რაღაც ევდიანი ამბებია რა. მოკლედ ეს. აი ამ სახურება არსებობს მისი ედუარდის და ესეთი სიტყვები არის. იქ და ამ სიტყვებით მინდა დავამთავრო. აღდეკ, ინგლისო. მზად იყავ. მეფეთა მიწავ, განემზადე მეფეთა მიწავ. და თქვენ ყველანი ვინც ცხოვრობთ ამ წმინდა მიწაზე, იხარეთ და იმღერეთ, იგალობეთ ედუარდის სახელი, იგალობეთ ედუარდს, რომელიც არის წმინდა მოწამე მეფე, რომელიც განადიდა მეფეთა მეფემ, ანუ ქრისტე იგულისხმება და იღაღადეთ ყველამ. ნუ შეწყვიტავ ლოცვას. ნუ ესე თარგმნი ხათან. ქრისტე ღმერთის მიმართ და ნუ შეწყვიტავ ლოცვას ინგლისის აღორძინებისა და განახლებისათვის მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ნუ ხატები გვაქვს, ეს არის ხატი ახალი, ჯერ ამას გაჩვენებთ ედუარდის. ეს არის ძველი მინიატურები გვაქვს რამდენიმე მეფე ედუარდის. აი კიდევ. აი. და ეს არის გრავიურა არის ძველი. ეხლა ამას გადადებულს გაჩვენებთ გრავიურა, როგორ მიაწოდეს დედოფალმა, როგორ მიაწოდა. საერთოდ ესე არ არის პირდაპირ ამან ისე მოახერხა, რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაში არ არის დედოფალი, მაგრამ პირდაპირ ადებენ ხელს ამ დედოფალს. ესე იგი, აი როგორ ის მიაწოდეს და უკან დანას როგორ ბრტყამენ ამას გადადებულს გაჩვენებთ ახლა. აი. ეს. და კიდევ ორი მინიატურა გვაქვს. აი, დედოფალი როგორ აწვდის და უკან ის დანას როგორ ბრტყამს. აი კიდევ. აი. და ეს არის კორონაციის ქვა ესე ეწოდება, ეს იდგა იმ ტაძარში, სადაც ხდებოდა ეს ქვა ახლა გადმოტანილია და ამ ადგილს ეწოდება კინგსტოუნი ტემზაზე. ადგილს, სადაც ეს იყო. ოღონდ კინგსტოუნი, სტოუნ არის ქვა, მაგრამ ეს ამას არ ნიშნავს. კინგს, ანუ მეფეების თონ. ეს ძველ ინგლისურად ეს თონ ნიშნავს მამულს, მეფეთა მამული. აი ესე. და ნუ კიდევ ესე იგი წაგიკითხავთ. ნუ ესე იგი ესე წერია. ესე წერია, ამ ხალზე ვითომ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რა აზრი აქვს. რომ ჯადოქარი და ბოროტი ქალი და რაღაცა. მოკლედ ესეთი ამბავი სევდენი ამბავი მოგიყევით, აი ეს არის, აი აქ გვაქვს. წმინდა ედუარდის წმინდა ნაწილები. აი. და გვაქვს ესეთი რაღაც მაგაჩვენოთ. ეს ძველესი ახლა გეტყვით რომელი უძველესი. აი, კიდევ წმინდა ნაწილი გვაქვს ესეც სანაწილეში, წმინდა ედუარდის. და ნახეთ რომ მაგაჩვენოთ ახლა. აი ეს არის აი ნახეთ როგორ მდგომარეობაშია. ეს არის დოკუმენტი სარწმუნოების დამამტკიცებელი იმისი, რომ აი ეს ახლა ბოლოს რაც გაჩვენეთ, რომ ის ნამდვილად ედუარდის წმინდა ნაწილია სერტიფიკატით, რა ვიცი უკვე 1802 წელს არის ეს ქაღალდი დაწერილი. აი ეს არის წმინდა ედუარდის შესახებ რაც მინდოდა მეთქვა. შეგვეციოს მისი მადლი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ვის
ვისაუბრეთ დღეს, ეს იყო წმინდა პიმენსალოსი და ანტონ მესხი, ეს იყო წმინდა ალექსანდრე პირველი, რომის პაპი, ეს იყო წმინდა აღაპიტე, რავენის ეპისკოპოსი, ეს არის ვის ხსენებას შაბათს დღევანდელ დღეს 16 მარტს არის და კიდევ ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა ქრისტინეს შესახებ, ეს არის 13, 14, 15 მარტი, ზუსტად არ არის ცნობილი, წმინდა ქრისტინე სპარსი, ქალწულმოწამის შესახებ და ბოლოს ვისაუბრეთ წმინდა მეფე ედუარდის, მოწამე მეფე, ინგლისის მეფე ედუარდის შესახებ 18 მარტს არის მისი ხსენება. მე კი ამითი გემშვიდობებით მერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.